როგორ შემიძლია მე ვთქვა ჩემ შვილს ვაიდულო გინდა თუ არა ჩააბარებ თქვათ პირობითად იურიდიულზე მან ხო ის უნდა თნასაც თვითონ უნდა ზოგი შეიძლება მითხრას მაგას აქში არ იცის ას თვითონ და მე არ დავეთანხმები იმიტომ რომ მაგას აქში რა 17 წლის ადამიანი ჩამოყალიბებული ადამიანია არა ზოგი მანამდე ფიქრობს კაცო ხა მე ძალიან ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა უბრალოდ ისე მოხდა რომ ვერ გავხდი რა ეხლა იცი რა შეასაქმე ხშირად ხდება ხოლმე ისე რომ ჩვენი სურვილები ჩვენი მიზნები არ ხდება რეალურად ჩავო რაღაცა ოცნებები და ეს ოცნებები არ მოდიდა თუმცა მე მხატვრობის წინააღმდეგიც არა ვარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს თქვა რომ ჩვენ პარტნიორი დავყაროთ და დავაგე პირიქით ეგ უფრო мотиваცია უნდა გახდეს იმიტომ რომ ეხა მე რო გადავხედე ჩემს ცხოვრებაში მე რა ტიპაჟიც ვარ მე რომ მსახიობი გამხდარიყავი პროფესიით ან ჩავაბარებინა თეატრალურში ის პრობლემები რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები რაც მე მქონდა როცა სამედიცინოში ვიყავი და სამხატვროში ვიყავი მაინც ვერ გამომივიდოდ ანუ უნივერსიტეტში ჩავაბარე ორივედან წამოვედი უკან ჩემი ჯანმრთელობის პრობლემის გამო და შესაბამისად ხო ანუ ხო ან მაგის მჯერა რა რომ ცხოვრება რაღაცას ამარიდა თავი იმიტომ რომ მყავს ბევრი ნაცნობი მაქვს სფეროში მსახიობებსაც ვიცნობ თეატრალურში ვინც არის იმათაც ვიცნობ და ხედავ რომ სფეროა თვითონ ესეთი რომ მე შეიძლება ვერ გამეკაჩა არა იმიტომ რომ ნიჭი არ მაქვს და არტისტიზმი და ეხა ამაზე ვერ ვიმუშავებდი უბრალოდ მგონია რომ მე ცოტა სხვა ტიპი ვარ რა ანუ მე სხვათაშორის ჩემმა რეჟისორმა მითხრა რომ შენ რეჟისორული ხედვა ბევრად უფრო უკეთესი გაქვსო ვიდრე სამსახიობო პლასტიკა თან მე როგორი ტიპი ვარ იცი აი უფრო მირჩევნია ჩემი იდეებით გავაკეთო ჩემი შევქმნა ჩემი იდეა ჩავდო ვიდრე იმან მითხრას და მე გავუკეთო რა მე მირჩევნია სცენარი გაზერო მაგალითად ხო რა ბევრად მირჩევნია და მე YouTube-ზეც მაქვს სხვათაშორის ვიდეო მოყოლილი რომ ესეთი იყო რომ მე და ერთი ტიპი ვიყავით მოკლედ უფროსები ყველაზე უფროსები რაღაც თეატრალურ სტუდიებში და დაგვაბარეს რომ გაგვეკეთებინა პატარა სპექტაკლი რა პატარა ჩანახატი ასე თქვა 10 წუთიანი პატარა ეტიუდისავით და მე რომ მივიღე მონაწილეობა იმ ბიჭის დადგმულ სპექტაკლში უფრო თავისუფლად ვიყავი უფრო რაღაცა ისე ვიყავი რა და მე რო გავხდი უკვე რეჟისორი და ჩემი მე ბითუნა გამიკეთებინა რაღაცა ხმა უნდა ჩამერთო რაღაცა განათება უნდა თან ძალიან პატარა მასში ვიყავით რა ანუ ოთახი ხო ძალიან პატარა სტუდია იყო რომ აი სულ კაკალებდი ესე რაღაც აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძელი და უფრო დიდი ადრენალინი ვიგრძელი ვიდრე სცენაზე დგომაზე რა ვიდრე სცენაზე დგომისას ხო და აქედან გამომდინარე მგონია რომ ჩემი წასვლა მხატვრობისკენ ის რომ რაღაცებს გამოვხატავ ფერებით, წერით, ჩანახატებით, ის რომ წერაც შემიძლია და მოთხრობაც მაქვს დაწერილი, მოთხრობა რომანი მაქვს დაწერილი ხო და მგონია რომ მაგიტომაც კარგია რომ ანუ არ გავყევი თეატრალურს ცუდია აი ხო ხედავ ანუ შენ ესე იგი მომენტში მივხვდი უბრალოდ რომ ის უფრო შენია ვიდრე თქვა ეს ხო ანუ ჩემი გზა ვიპოვე რა ესე რომ ვთქვათ მე შენ ხუთიანზე მესმის ადამიანს რა შეიძლება ბედნიერებაში ადამიანს ბედნიერების სჭირდება ბედნიერებისთვის რა არის საერთოდ ბედნიერის ადამიანის საჭირო ისაა რომ თავის თავთან იყოს ყოველთვის მართალი რა თვით ჰარმონია გიგაგებით რომ არ კონდეს აი ეს მომენტი რა მოხდებოდა რომ მე ეს მეკნა ან რა მოხდებოდა რომ მე ოჩნო გააკეთო ასე ჩემი საჭირო თუ გააკეთო მე მგონია მაგალითად რეჟისორობა სად უნდა იმუშავა გინდა მსახიობობა სად ანუ შენ სტას შეიძლება არ გაგაშდეს ის ნიჭი ხო თქვა ხო რა თქმა უნდა მაგრამ თუ როგორ არის თუ არ ცადე ვერც გაიგებ ზოგადად სოფლიოში არის ძალიან ბევრი მსახიობი სოფლიოში არის ძალიან ბევრი სპორტსმენი სოფლიოში არის ძალიან ბევრი მწერალი სოფლიოში არის ძალიან ბევრი მომღერალი მაგრამ რეალურად ცნობილი რეალურად პოპულარული რეალურად წარმატებული ხდება ერთეული ხო კი შესაბამისად ეგ იმიტომ კი არა რომ მაგალითად იმან ნაკლებად იშრომა არა იმან შეიძლება მეტიც იშრომა მაგრამ ნუ ეგრეა ეს ყველაფერი ეს არ არის შეძენილი ნიჭია ზოგადად ისეთი რაღაცაა რომელიც შენ მოყვება უბრალოდ მე შენ ნიჭის განვითარებაში აკეთებ ხო ანუ უნდა გამოიმუშაო უნარის
არა, უნარი უნდა გამოიმუშავო ახლა რა. არა, უნარი უნდა გამოიმუშავო, რომ გამოიმუშავო რაღაცა უნდა არსებობდეს, რომ ის გამოიმუშავო. ხო, რა თქმა უნდა, ანუ რაღაცა დასაწყისი დასაწყისი საძირკველი ჭირდება, რომ მე ეს განავითარო რა. აუცილებლად ფუნდამენტი თუ არა გაქვს, სახს ვერ გააკეთებ. ხო, რა თქმა უნდა, პროფესიაც ეგრეა. ის დაინგრევა იმას, რა არის სახლის ყველაზე მთავარი, ეგ არის ფუნდამენტი. ხო. თუ არ არის საძირკველი, თუ არა მოთხარე, თუ არ დაასხი, გაასწორე, ეგ შანსი არ არის. ეგ თავისთავად ანუ შრომაც არის საჭირო, მაგრამ შრომის ზევით კიდე არის საჭირო რაღაცა კიდევ გქონდეს. ანუ მარტო შრომა არ შვენის. ის ადამიანი, ვინც მაგალითად იტყვის, რომ შეგეძლო ეგ გამოსულიყავ, მაგრამ ნაკლები იშრომე, ეგ ეგრე არ არის. შეიძლება 10 მაგი იშრომო, მაგრამ შენ არ გაგაჩნდეს ეს ნიჭი, რაღაცა, რომელიც გააჩნია იმ მეორეს. ხო, იცი შეუძლებელია ყველა ადამიანი ვერასოდეს ცხოვრებაში ვერ იქნება ესე. ცხოვრება ესე მოწყობილი. მე დაჟე მაგალითები ვიცი, რომ აი მაგალითად გენეტიკაში ყავდა ბევრი მსახიობი და იმიტომ გახდა მსახიობი, მაგრამ შენ თუ ნიჭი არ აქვს, მარტო გენეტიკა ვერაფერს ვერ გიზამს რა. არა, იცი როგორ მომენტია, ეგ ზოგადად ძალიან კარგია, როცა ადამიანს აქვს კარგი გენეტიკა, ეგ მარტო მხოლოდ პლუსია, მაგრამ ამ შენ თუ არის შრომე, შენ თუ არის სწავლე, მარტო იმიტომ რომ ვიღაცის ვიღაცა ხარ ეს სცენაზე მაინც არავინ არ დაგაყენებს რა. ნუ ეხლა ეგ ხო ჩვენ დაჟე რომს დაგაყენონ, რომს დაგაყენონ, შენ თუ მიყავ და შენ თუ არ გაქვს ის კარგი მონაცემები, შენ არ მიიღებს პუბლიკა. და ამ შემთხვევაში სცენაზე გადამწყვეტ როლს თამაშობს მაყურებელი. იქ არ თამაშობს გადამწყვეტ როლს ნეპოტიზმი, ეხლა ვიღაცამ რო თავის შვილი თქვა დანიშნოს თავარ როლზე მხოლოდ მისი შვილია და ის არის უნიჭო, პუბლიკა არ მიიღებს მას. მართალია, ეგრევე იტყვიან, ამ ეგრევე დაწერენ, რომ ვინ დასვიდა, რატო დასვიდა, ხალხი თან ისეთი რამეა, თან ეხა ის ჩვენ საბოლოო ჯამში იმაზე შევდავხდეთ, რომ ყველაფერი არის გადამწყვეტი არის ადამიანში ეს რაღაც უნებით არის მასში ჩადებული. ეს ალბათ არის შეუძლებელია ეგ ადამიანმა ხელოვნურად გააკეთოს. ეგ არის, ანუ როგორ არის იცი ყოველთვის რაღაცა ბაუს პატარაობიდანვე გააჩნია და მე უფრო საჭიროა ამაზე ბევრი შრომა, ბევრი მუშაობა, მაგრამ ეს თუ არ გააჩნია, რაც არ უნდა იშრომო, რაც არ უნდა იმუშაო, რაც არ უნდა რავი აი შვიდი ოქრიო ღვარო და ყველაფერი მნიშვნელობა არ აქვს, ვერც ვერ იზრდება. და უბრალოდ ადამიანი, რომელიც არსებობს ორი კატეგორიის ადამიანი, ვისაც თავის დროზე ამას ხვდება, რომ ეგ შეუძლებელია თქვა და სხვა რაღაცაზე ერთვება, სადაც მაგალითად მან შეიძლება რომ ეს გააკეთოს და გამოუვიდეს. მან არსებობს ადამიანი, რომელიც ჯიუტია, მაგრამ ამ შემთხვევაში ზოგადად სიჯუტე კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში სიჯუტე დამღუპველები, თუ ადამიანი მაინც მიდგება კედელთან და ურთხავს ამ კედელს. სხვათა შორის ხო, გეთახმები უბრალოდ უყურე, მე მგონია რომ ყველანაირი თვისების გამოყენება და ხასიათის გამოყენება შეიძლება დადებითად და უარყოფითად. მე მაგალითად ძალიან ჯიუტი ვარ, მაგრამ მე რო ეს ჯიუტე არ მქონდეს, მე არც მოთმენების უნარი არ მექნება და არც მიზანმიმართული არ ვიქნები. შენ ამ სიჯუტეს ხდენებესე? ხო, არა, ნუ სიჯუტე გამოიყენოს სხვანაირად, არ გამოსდის მაგალითად ადამიანს პროგრამირება. მაგრამ ადამიანი მაინც ჯიუტად მიდის ამ პროგრამირებისკენ. ვიღაცამ შეიძლება თქვას ეს კარგია, ის მიდის თავის ოცნებისკენ, მაგრამ მე მასე ვიტყვი, რომ თუ ეს არის ფუჭი, ანუ ეს აი არა, ფუჭი, იცი რა, არა, უყურე, ფუჭი მე მაინც არ მგონია და რატო უყურე? ფუჭი შეიძლება იყოს, ანუ დროის დახარჯვაც არ მგონია, იმიტომ რომ შენ როდესაც რაღაცა არ გამოგდის და ხშირად აკეთებ, შეიძლება უშუალოდ ის რაღაცა არ გამოგივიდეს, მაგრამ გზა და გზა ძალიან ბევრ რამეს ისწავლი. ელემენტარული შენს მინუსებს დაინახავ, ხო, რაღაცა ხვდები? იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად რავი ხა რომ ვეცადო ვერანაირად ალბათ, რავი, სახლის აშენება ფიზიკურად მე ვერ გამომივა. ნუ იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გამომივა. მაგრამ მე მაგალითად ამ ანუ მე ხა სარემონტო იმაში სამუშაოებში შემაგდო რა ვიცი. შეიძლება ბევრი ვერაფერი ვერ გავაკეთო, მაგრამ შეიძლება დაკვირვება ვისწავლო და მივხვდე მაგალითად, რომ აი თურმე აი ესე კეთდება, საძირკველი ესე იყრება, თურმე ეს ცემენტია, ის გაჯია, იქ ის რაღაცა არ ხვდები, ინფორმაციას მივიღებ და ორი სხვადასხვა მომენტი. შენ საუბრობ რაღაცის სწავლაზე. მაგალითად ძალიან ადვილია დასვა ადამიანი, თუ ადამიანი რა თქმა უნდა არ არის შტერი. სწავლა არა. მაგალითად შეასწავლა მას რაიმე ხელობა.
ზუსტად ფეხსაცმლის შეკეთება. ხო. მაგრამ არსებობს ამავე დროს სხვა მსგავსი ფეხსაცმლის შეკეთება, რომელსაც ყველაფერთან ერთად გააჩნია კიდე რაღაც ნიჭი, რომელიც ბევრად უკეთესად აკეთებს ამას. ანუ ერთია რომ ადამიანს შეიძლება ზოგადად შეასწავლო ყველაფერი. ეგ ვარიანტი არსებობს. სულ სხვა არის რამდენად ეს ადამიანი ივარგებს ამაში. ხო და მაგას ვამბობ უყურე, მე მიმაჩნია რომ ზოგადად დრო ფუჭად არასდროს არ იკარგება. იმიტომ რომ შენ რო გონია რომ დროს ფუჭად კარგავ, იმ დროსაც კი შენ რაღაცას აცნობიერებ. თუნდაც იმას რომ რაღაცაში დროს ხარჯავ. და იმაზე ფიქრობ რომ მე რო ეხლა მას ვაკეთებ, მაგრამ არ გამომდის. ადამიანმა მთელი ცხოვრება შეალია რაღაცის სწავლას. ხო. კი ბატონო, მან რაღაცა ისწავლა. ეგ არ არის ყველად გაფანტული დრო. მაგრამ დრო გმიდის, დრო მოწყალოა. დრო ერთადერთი რესურსია, რომელსაც შენ ვერასოდეს ცხოვრებაში ვერ დააბრუნებ. შენ შეიძლება დააბრუნო დაკარგული ფული. შენ შეიძლება დაიბრუნო ჯანმრთელობაც კი დღეს 21 საუკუნეში ეგეც კი შესაძლებელია. კი ბატონო. მაგრამ დროს შენ ფიზიკურად ვერ დაიბრუნო. დრო გავიდა. და ეს გასული დრო, რომელიც შენ დაგალია იმაში, რომ რაღაცას ცდილობდი, რაღაცის სწავლას, და რაღაცაში წარმატებას. შენ დაკარგე და ეგ დრო რომ გამოგეყენები და ვთქვათ, არა მაგალითად ამაში რაც შენ არ გამოგდის, არამედ გეპოვა ის რაც შენ შეიძლება გამოგივიდეს, შენ ამ დროს უბრალოდ არ დაკარგავდი. ხო, მაგრამ უყურე, მე რო არ წავსულიყავი იმ საქმეზე და მე რო ანუ უყურე, მე რას გეუბნები, მე რო დრო არ დამე, ანუ სიტყვაზე ავიღო თვითონ მე ვარ ეგ ადამიანი რა. მე რო დრო არ დამეკარგა, მე რო დრო არ დამეკარგა იმ რაღაცაზე, რაც როგორც ჩანს არ გამომდის, მე ხო არ მომივიდოდა იმისი სურვილი რომ იქნება და ისეთი საქმე ვიპოვო, რაც მე გამომდის, იმიტომ რომ მე შეიძლება რაღაცის ვერ გაკეთების დროს აღმოვაჩინო ის რაც კარგად გამომდის. ანუ შეიძლება მე მთლიანი სახლი ვერ ავაშენო, მაგრამ შეიძლება გალესვა კარგად გამომივიდეს. და შეიძლება მე რომ მაგალითად ვიფიქრო, შენ დროზე უნდა მიხვდე. არა, ეგ რა არის ტემპის უკეთესი. ხო, მაგრამ და არ დაკარგო დრო ტყუილად. აუ, მაგას შეყავი და გეთანხმები რა. კაცო, რამდენი ადამიანი იმდენი მოსაზრებაა, მე ჩემი პოზიცია მაქვს, შენ შენი პოზიცია გაქვს, მაგრამ შენ შენი გადმოსახედიდან ამას ესე ხედავ. ხო, რა თქმა უნდა, არა. კი, არა, უბრალოდ ჩვენ ახლა არგუმენტებით ვსაუბრობთ და მე გეტყვი რატო არ გეთანხმები. შენ ხარ ხელოვანი ადამიანი. ხო. ხო? მე ვარ რაღაცა გაგებით მე ხელოვანი თქვა სპორტიდან ადამიანი, ხო? შენ სპორტსმენი ხარ ძალოსანი. გაგაჩნია რაღაც ნიჭი. ხო. შენ გაკაის ნიჭი, ხელოვას სჭირდება, რომ ხოდეს ნიჭი, ნიჭის გარეშე შეუძლებელია. შენ შემთხვევაში მაგალითად უფრო არის საჭირო დისციპლინა, შრომის მოყვარეობა და მსგავსი რა, ხო? ხო, მაგრამ ეგ რაღაცები მეც მაგრამ განსხვავება ის რა არის, რა არის ესნაირი და რა არის განსხვავებული. განსხვავება იმაშია, რომ მაგალითად და შენ ეს ნიჭი გააქვს, ეგ შენშია უკვე. მაგრამ შენ აი ამ თქვათ რაღაცის სწავლით, რაღაცის შენ შეიძლება ეს ნიჭი უფრო განავითარო. შენ შემთხვევაში შენ ამას ყველაფერს შენი შრომით იძებ. თქვა და ვარჯიშობ და რაღაცაში ხდები უკეთესი. მაგრამ რა შემსგავსება? გინდა შენ შემთხვევაში თუ ადამიანს არ აქვს ეს რაღაც უნიკალური ტალანტი, რომელიც აქ აფიქსირებს, ის ადამიანი ვერ გამოიკვეთება ამ ბევრში. პიკასო მხოლოდ ერთი იყო, მოდელიანი მხოლოდ ერთი იყო, დალი მხოლოდ ერთი იყო. ფიზიკურად შეუძლებელი არსებობდეს 100 დალი. ფიზიკურად შეუძლებელი. კი ბატონო, ახლა შენ ფიქრობ, რომ მეორე მხატვარს ნაკლები შრომა ჰქონდა ჩადებული სწავლაში? ან შეიძლება ბევრად უფრო ნიჭიერიც იყო, მაგრამ იმან გაკაჩა და არა ამან. უყურე, მაგ შემთხვევაში, მაშინ, ანუ უყურე ზუსტად მაგ ვიდეო არის, ხა უყურე, მე რას გეუბნები. შენ რო თქვი ეგეთი რაღაც, რომ დრო ისეთი რამე არისო, ალბათ ახლა რაღაცა ზედმეტად. უყურე, მე ცხოვრებაზე დაკვირვებით, ჩემ ცხოვრებაზე, ხა მე რა ვიცხოვრე 30 წელი, მაგრამ რაც ვიცხოვრე, რასაც ვცხოვრობ და კიდევ ბევრს ვიცხოვრებ, დარწმუნებული ვარ, ნუ 2-მდეს კიდევ მაინც მინიმუმ. მე რას დავაკვირდი უყურე, რომ რაღაცას რომ მაგალითად ვერ ვაცნობიერებდი 20 წლის ასაკში, ანუ მეუბნებოდნენ, მაგრამ ვერ ვიგებდი, ამ ასაკში უკვე მესმის. ანუ შენ ადამიანს ვერ აიძულებ, რომ ისეთი რამე გააცნობიეროს, რისთვისაც მისი ტვინი არ არის მზად რა. ხო, ანუ მაგალითს მოვიყვან, ახლა შენ რო 5 წლის ბავშვს აუხსნა, რა ვიცი, კვანტური ფიზიკა უბრალოდ ვერაფერს ვერ გაიგებს, ხო? იმიტომ რომ 5 წლის ბავშვმა ჯერ ანუ 1-2 მიმატები გამოკლება არ იცის.
ანუ შესაბამისად მისი ტვინი არ არის იმისთვის მომზადებული, რომ ასეთი დიდი ინფორმაცია მიიღოს. ზუსტად იგივე არის ჩემი აზრით ცნობიერებაც რა. ცნობიერებასაც, ანუ ტვინსაც ჭირდება გარკვეული ტიპის სამუშაოები იმისათვის, რომ ის განვითარდეს და მზად იყოს იმისთვის, რომ მიიღოს ახალი ინფორმაცია, რაღაცა ისწავლოს, თუნდაც გამოიმუშაოს დისციპლინა, გამოიმუშაოს უნარი, რომ რაღაცა ისწავლოს, რამდენჯერმე გააკეთოს. ახლა მე რაღაცები რაც მისწავლია, კიდე ასე დიზაინია, გრაფიკული თუ ვიდეო მონტაჟი თუ რაღაცები, ეს რაღაცები მე რამდენჯერმე რო არ გამეკეთებინა, რაღაცები რო არ მეთამაშა, ასე თქვა, ჩემთვის ხუმრობით თუ რაღაცა თუნდაც ხელოვნურ ინტელექტთან, ხო, მე ეს ყველაფერი არ გამომივიდოდა, ხო? კი ბატონო, მე შეიძლება ნიჭი მაქვს, სიტყვაზე ვამბობ, როგორც მხატვარს, რაღაცა ხედვები მაქვს ჩემი ფერთა თამაში მომწონს, თქვათ, რაღაცა მონახაზები ლამაზად შემიძლია გავაკეთო. მაგრამ მე ეს ყველაფერი ხშირად რო არ გამეკეთებინი, თუნდაც გრაფიკულად ხშირად მე რო არ დამეხატა მაგალითად ადამიანის პორტრეტი, 100 წელი ვერ ვისწავლიდი, ზოგადად თუნდაც ჩემი ავტოპორტრეტის ხატვა. მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ შენ ნიჭი გააქვს. ხო, მაგრამ ნიჭი მაქვს, მაგრამ თუ არ განვავითარე იმ ნიჭს რა აზრი? ნიჭი არა, უნარი შეგიძლია შეიძინო. რომ განავითარო ნიჭი. ანუ ნიჭი რომ განავითარო. არა, განავითარო სხვა არის. ანუ ნახე, რომ განავითარო ნიჭი, ეგ ნიჭი უნდა არსებობდეს. ანუ რაღაცა რაღაცას რო ავითარების, რაღაცა უნდა იყოს. კარგი. მოდი, მაშინ განვასხვაოთ, მოდი მხატვრებზე ვისაუბროთ, განვასხვაოთ მხატვრები. არსებობენ ტექნიკური მხატვრები და არსებობენ, ნუ მე როგორც ვანსხვავებ, ასე ვთქვათ, რა მხატვრობას. ტექნიკური მხატვრები და არსებობენ სულიერი მხატვრები. მე ამ შემთხვევაში ჩემ თავს სულიერ მხატვრად აღვიქავ და რატო? ტექნიკური მხატვარი არის ის ადამიანი, ვისაც მოსწონს ხატვა და შეუძლია აი ყველაფრის კოპია გააკეთოს. ფერებით, ფორმით, ზომით, რა, ჩვეულებრივად აი დახატავს სიქსტის კაპელას. კარგად ხატავს. მაგრამ არ შეუძლია, ბევრია ესეთი სხვათა შორის, რომ თავისი იდეები არ აქვს, ანუ არ მოსდის. შეუძლია გადმოხატოს, მაგალითად ნატურად დადგას, თქვათ, რაღაცა ნატურმორტი დახატოს, ხალი კაცი. ხო, copy paste თუნდაც, მაგრამ თავისი იდეა, რაღაცა ხედვები არ აქვს. მე სულიერ ეგ ხوارის ნიჭი, ანუ კოპიას გაკეთება ხო, რა თქმა უნდა, ეგეც ნიჭი ადამიანი ამას ვერ იზრდება. მაგრამ მას არ აქვს ნიჭი, რომ უშოთ რაღაც ახალი შექმნას. ხო. მე როგორც სულიერ მხატვარს, მე ჩემ თავს ეგრე ვიზახი, რომ ანუ სულიერი იმას კი არ გულისხმობ, ხა სულიერებას და ღმერთებზე არა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ მე სულიერად რასაც განვიცდი, რა ემოციებიც ჩემში არის, მე ამ ყველაფერს რაც გადმომაქვს, ნახატებში, წერაში თუ ფოტოებში თუ ვიდეოებში არ აქვს მნიშვნელობა. ამასაც ხო ალბათ გარკვეული ტიპის ნიჭი ჭირდება, რომ ეს ჩემი ემოციები გადმოვიტანო. თუნდაც პროცესზე, თუნდაც რაღაც აბსტრაქციული ნახატები, ხო, ეხა აი აქ მაქვს მე. აი ეს არა. ეს პრომომწონს. ეს დავინახო, ხო. აი ხა ეს არის აბსტრაქცია. აი თქვენც ნახეთ, ეს არის აბსტრაქცია. ეხა აქ რო შეხედო, ბევრი ადამიანი ვერაფერს ვერ დაინახავს, გარდა იმისა, რომ რაღაცა ფერები არის და გადაჯღაპრილია რაღაცები, მაგრამ მე ვხედავ აქ ძალიან ბევრ რაღაცას რა. თუნდაც ხა ფერების ფსიქოლოგიით რომ ვიმუშაოთ, ხა ლურჯი რაღაცა უფრო დეპრესიული ფერი არის, მწვანე არის, რაღაც უფრო შურთან, რაღაც დაუცხრომელ რაღაცეებთან, ხო, რაღაცა წითელი უფრო აგრესიის ფერია, თეთრი რაღაცა სიწმინდის და მთელი ამბები, მაგრამ აქ ძალიან ბევრი ისტორია არის, მაგრამ ბევრი ამას ვერ დაინახავს, მარტო შეიძლება ზოგს უბრალოდ ვიზუალურად მოეწონოს რა, აი ვიზუალურად ლამაზია, რაღაცა ფორმები აქვს, რაღაცა ფერები აქვს, ერთმანეთთან შეხამებული, თქვათ, დიზაინერებს უფრო მოეწონებათ, იმიტომ რომ ფერთა ლაპარაკი, ასე თქვათ, ანუ რა, ბევრი ფერია, მაგრამ ისეთი გახშირებულიც არ არის, რომ თვალისთვის იყოს გამაღიზიანებელი რა, ანუ ვიზუალურად ლამაზია და საყვარელია რომ უყურო, მაგრამ რეალურად აქ არის დეპრესიული ტკივილი გადმოტანილი, მაგრამ ამას ხომ მხოლოდ მე ვხედავ. ნუ კი ბატონო. ხო, ანუ და ჩვენ ანუ შენ რაც თქვი და რაც რომ ნიჭი უნდა გქონდესო, შეიძლება ნიჭი გქონდეს, მაგრამ შენ თუ არ ისწავლე იმ ნიჭის გამოყენება და განვითარება, გონი რომ დაკარგა უბრალოდ იმ ნიჭს რა. ჩემი თავი მესიჯი არის ერთადერთი იმაში, რომ ნიჭი ჩვენ დავხდებით ორივე, რომ ნიჭი აუცილებლად უნდა გქონდეს, ჩვენ დავხდებით იმაზე, რომ ნიჭი ჭირდება შრომა, რომ ესე ვთქვათ, არის საჭირო ბევრი
upgrade რო გავუკეთო აქ შენ ხო, upgrade რა თქმა უნდა. ის გარეშე რომ მაგრამ თავარი არის ის რომ მე იმას ვამბობ რომ თუ ადამიანს არ აქვს ნიჭი, რაც არ უნდა დრო ხარჯოს, რაც არ უნდა ისო მიუხედავად იმისა რომ მთელი გული და სული ჩადოს, თუ ეს ნიჭი არ არის, ყველაფერი არის უბრალოდ გაფანტული დრო და ყარ არის არაფერი იმაზე საშინელი, ვიდრე ტყუილად გაფანტული დრო, უბრალოდ ადამიანი დროზე უნდა მიიღდეს, რომ ეს არ არის მისი საქმე და გადავიდეს სხვა საქმეზე. აი ამ შემთხვევაში სიჯუტე არის სისულელე. ანუ სიჯუტე არ ვარ ამ შემთხვევაში.